მოდი ასე ვთქვათ, აი ჩვენი მედია წიგნიერების ეს პროექტი რომ შევაჯამოთ, აი ანდრიეს უნდა რომ რაღაც შეაჯამოს და ვუსმენთ. ჩემი აზრით, ჩვენ ბევრი წყარო, ან ბევრნაირად ბევრი წყარო ვნახეთ და ბოლო წყარო იყო დოკუმენტური ფილმი და მე ვფიქრობ, რომ დოკუმენტური ფილმი არის ყველაზე სანდო წყარო, რადგან თვითონ ფრაზასაც თუ დავაკვირდებით, დოკუმენტური ფილმი ნიშნავს სიმართლეზე დაფუძნებულ ფილმს და სიმართლეზე თუ არის უფრო რეალური იქნება ეს დოკუმენტური ფილმი და ამ დოკუმენტური ფილმიდან დავასკვნით, რომ დედასირაკლებები თვითონ არიან ძალიან პასუხისმგებლიანები. კარგით, აი მაგალითად შენ შექმენი სატელევიზიო სიუჟეტი, ხო? და მაინტერესებს, ის ფაქტზე იყო დაფუძნებული თუ შენი ინტერპრეტირება იყო? ის ჩემი ინტერპრეტირება იყო. ანუ ფაქტი უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა თუ თითოეული ადამიანის ინტერპრეტირება? რადგან ფაქტი არის რეალური. კი ბატონო, ანა, მადლობა. ანა, იცი რა მაინტერესებს? შენ როდესაც გააკეთე სიუჟეტი, შენ ჯგუფთან ერთად ასე ვთქვათ, ამ სიუჟეტში თქვით ასეთი, რომ ჩემი მეზობლის მეგობარმა თქვაო დაახლოებით ასე შინაარსი, შენ მომუტყიდებ, ასეთი რაღაც თქვი, პირველ წყარო უფრო სანდოა, ხო, პირველ წყარო უფრო სანდოა, თუ შემდეგ გავრცელებული ამბის მიხედვით აღებული რაღაც სიუჟეტი და პირველ წყარო უფრო სანდოა, რადგან მე მახსოვს ცოტა ბავშვი ვიყავი და რაღაცას რომ დავამატებდი. პირველი გაკეთე და რაღაც მოძრაობას. მე მეორე ციგვერს, მესამე ციგვერს და გადავცემდით ინფორმაციის გადაცემას ზოლში რომ დავდექით, ხო? ტელეფონი შავით იყო, რომ მოძრავდით იყო და ბოლოში თავიდან რომ თქვენ მიქაუტეს ფეხი დაარტყით და შემდეგ ეს გააკეთეთ, ბოლოში სახის მოძრაობა ήταν. აი ნახეთ, მიქაუტაძე განასახიერე სხეულის ენით ასე ვთქვათ მე და შემდეგ პირველმა, მეორემ, მესამემ დაახლოებით გაიმეორე თუ გახსოვთ და მეოთხესთან უკვე აი ეს მიქაუტაძის რომელიც ჟესტი დაიკარგა. აი ეს და მოკლედ გადავიდა და ბოლოს ვინმე ხომ არ ახსოვს სადამდე მივედით. ბარბარეო იყო და სახის მოძრაობა. მარტო ეს სახის მოძრაობა დარჩა. ანუ ესე იგი დასკვნას ვაკეთებთ, რომ პირველ წყაროდან მიღებული ინფორმაცია უფრო სანდო ყოფილა თუ გაგონილის მეზობლის მეგობრის მამიდაშვილის დააბობი. როგორ? პირველ წყარო. ფაქტი არის პირველ წყარო. კარგით. აივარი რას მეტყვის? აივარ, შენ რომ გააკეთე სიუჟეტი. აი სატელევიზიო გადაცემა რომ გააკეთე ხო? მე ტელევიზიაში თქვი რომ მე ვარ ჟურნალისტი აივარი გაბატაშვილი და მაიმუნი მოიპარა სირაკლების ხვესხები. ეს ნამდვილი ინფორმაცია იყო თუ შენ დავალება გქონდა ასეთი მოცემული? კოჩა. და რომელი უფრო მნიშვნელოვანია აივარ? ის ფაქტი რასაც შენ ამბობდი თუ ეს დოკუმენტური ფილმი? რომელია მართალი? დოკუმენტური კოჩა. ძალიან კარგია, ძალიან მომეწონა. მე თქვი რომ ჩვენ სტუდიაში მოდის სირაკლემა, მე თქვი რომ გამარჯობა სირაკლემა და კი ბატონო, ეს დიალოგი უკვე ვიცით იმ სიუჟეტში. და მე ძალიან ესე მე თქვი რომ შეიძლება დაურეკოთ პოლიციებში, იმიტომ რომ გასაგებია, მოდი შინაარსში აღსტევდეთ. და მე თქვი რომ არის ერთი პრობლემა, სირაკლემა იცის რომ მაიმუნი ახლა არის შამალსამის კვერცხები. მე სირაკლემა აი, მოდი შინაარსში აღსტევდეთ და ნიკოლასთან არაფერი არ იყო, არაფერი არ იცით, მადლობა რომ უყურებთ ჩვენი. კი ბატონო, ჩვენი ერი. ამ ფილმში ყველა სატო უნდა და სირაკლემას კვერცხი. შენ რას ფიქრობ, რატომ უნდა? საჭმელი. როგორ თუ შეიძლება თვითონ მე საჭმელი არ ქონდა. საკვებად, გამოსაკვებად, ანუ ეტანებოდნენ ამ ყველს სხვადასხვა მიზნით. ცხოველები რისთვის რომ და ადამიანი რისთვის? ადამიანი ჩვეულებრივ ძვირადღირებულია სხვათა შორის. კარგი. მადლობა.